Peppa Gochma არ უნდა იცოდეს ჩვენი არსებობის შესახებ, მაგრამ წლების განმავლობაში შოუმ ეს წესი ბევრჯერ დაარღვია, ვიდრე თქვენ წარმოიდგენდათ. პერსონაჟები პირდაპირ კამერაში იყურებიან. მთხრობელს ხმამაღლა აღიარებენ. დღეს ჩვენ გადავხედავთ Peppa Gochis საუკეთესო მეოთხე კედლის დარღვევებს. დავიწყოთ მთელი სერიის ყველაზე გიჟური მეოთხე კედლის დარღვევით. სათამაშო დარბაზის ეპიზოდში, სადაც მთელი ეპიზოდის განმავლობაში ყველა თამაში იმარჯვებენ და უზარმაზარ რაოდენობის ჟეტონებს აგროვებენ, Peppa და მისი ოჯახი მიდიან პრიზების დახთან და ელიან რაღაც საოცარს. ქალბატონი კურდღელი გადასცემს მთავარ პრიზს, ფანქარს. არც თასი, არც უზარმაზარი რბილი სათამაშო. ერთი ჩვეულებრივი ფანქარი მთელი შუადღის ძალისხმძალისხმევის შემდეგ. მთხრობელი ცდილობს ამას დადებითი მხარე მისცეს და ამტკიცებს, რომ Peppa-ს ძალიან უყვარს თავისი ახალი ფანქარი. მაგრამ როგორც კი იღებს მას, Peppa პირდაპირ კამერაში იყურება ისეთი გამომეთქველებით, რომელიც ყველაფერს ამბობს სიტყვების გარეშე. მას არაფრის თმა არ სჭირდება. ხოლო ეს მზერა აუწყებს მთელ აუდიტორიას, რომ არკადული პრიზების სისტემა თაღლითობაა. და ჩვენ კამერის წინ გუყურეთ, როგორ ისწავლა ეს გაკვეთილი 4 წლის ბავშვმა. მაგრამ მთელი შოუს ყველაზე უცნაური მეოთხე კედლის გარღვევა ხდება სერიაში კინოში ვიზიტი. ოჯახი უკვე კინოში მოკალათებულია და მთხრობელი იწყებს თხრობას, როგორც ყოველთვის. გარდა იმისა, რომ ამჯერად სანამ წინადადებას დაასრულებს, მთელი კინოთეატრი ბრუნდება და აჩუმებს მას. დღე ყველა პერსონაჟი ერთდროულად მთხრობელი მართლაც წვეთს ლაპარაკს. ერთ წამს მთელი მსახიობი ერთობლივად აღიარებს, რომ მთხრობელი არსებობს, რომ ის მათთან ერთად ოთახშია და რომ მობეზრდათ მისი ლაპარაკი ფილმის დროს. ეს არ არის თვალის ჩაკვრა. ეს არის მეოთხე კედლის მასობრივი დანგრევა. ეხლა დაბრუნდეთ Peppa Gochis პირველ ეპიზოდზე. ტალახიანი გუბეები. ინტროში Peppa პირდაპირ ჩვენ გვიყურებს, ხოლო ეპიზოდის შემდეგ ნაწილში ის ხტება გუბეში და აცხადებს: მე მიყვარს ტალახიანი გუბეები. თან პირდაპირ კამერაში იყურება. მე მიყვარს ტალახიანი გუბეები. თავდაპირველივე წამიდან შოუ უკვე ისე გვექცეოდა, თითქოს ჩვენ Peppa-სთან ერთად ოთახში ვიყავით. არა როგორც უხილავი აუდიტორია, რომელიც სადღაც შორიდან უყურებს. ასევე არსებობს ამ ყველაფრის უფრო მშვიდი ვერსია. ეპიზოდში ქაღალდის თამაშები. როდესაც მადამ გაზელი აკებს მოლი მოულის ქაღალდის ხეს, ეს მისთვის ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ოდესმე უნახავს. Edmund ელეფანტი აშკარად არ არის დარწმუნებული. ის პირდაპირ კამერაში იყურება, თითქოს ამოწმებს, ჩვენც იგივე მოვისმინეთ თუ არა, როგორც მან. მართლა? ხოჩა ღმოლი. და მოგვიანებით, როცა მადამ გაზელი უბრალოდ ამბობს, დიახ, ანიმაციის გასაკეთებლად მუთმინებაა საჭირო. ეს ნაკლებად გავს ბავშვებისთვის ნათქვამ ფრაზას და უფრო მეტად იმას, რომ შოუ ჩუმად პირდაპირ ჩვენ გვიხსნის საკუთარ თავს. სერიაში ოქროს ჩექმები Peppa კიდევ უფრო შორს მიდის. ის რეალურად ხმამაღლა ამბობს სერიის სათაურს, თითქოს საკუთარ შოუს თავად წარადგენს. ოქროს ვარდისფერი სუფრემი. სინამდვილეში ტექნიკურად ეს მისი საკუთარი შოუა. მოგვიანებით სერიაში ვენდი ვულფი კამერისკენ ტრიალდება და ამბობს: ეს ზუსტად კონკიას გავს. პირდაპირ მაყურებელს ესაუბრება და არა სხვა პერსონაჟებს. და ბოლოს, ტალახიან გუბეში ხტუნვა იმდენად გადამეტებულია, რომ ტალახი ეკრანზეც კი ესხმება. ქაოსი თითქოს პირდაპირ ტელევიზორიდანაც კი აღწევდა ჩვენამდე. იგივე ხრიკი მეორდება ტალახის ფესტივალშიც. რამდენიმე დღის წვიმის შემდეგ მიწა უზარმაზარ ტალახიან გუბედ იქცა და როცა დედი პიგი ხტება, ტალახი მთელ ეკრანს ფარავს. ეს შოუ უკვე აღარ გვესაუბრება მხოლოდ ჩვენ. ის ეკრანსაც სამყაროს ნაწილად აღიქვამს. ყველაფერი მართლაც უცნაური ხდება. ეპიზოდში ტელევიზიის ქვეყანა. სუზი შიპი რთავს თავის ტელევიზორს და შოუში, რომელიც გადის, Peppa ზუსტად იმავე სიტყვებით წარადგენს თავს, როგორც ყოველი ნამდვილი ეპიზოდის დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ Peppa-ს საკუთარ სამყაროში არსებობს სატელევიზიო შოუ სახელად Peppa Pig, რომელიც ზუსტად იმავე შესავლით იწყება, რასაც რეალურ სერიალში ვხედავთ. შოუმ ფაქტობრივად საკუთარი თავის სარკე შექმნა თავისივე შიგნით. მსგავსი რამ ხდება ეპიზოდში მამის ვიდეოკამერა. მამა პიგი კამერით ირებს ოჯახს. და ბოლოს სცენაში Peppa მოულოდნელად გადადის წამყვანის რეჟიმში და ხელახლა წარადგენს George-ს, დედა Pigs და საკუთარ თავს. თითქმის სიტყვასიტყვით, როგორც ნამდვილი შოუს დასაწყისში. ეს არის ჩემი საყვარელი პატარა ძმა ჯორჯი. ერთ წამს Peppa აღარ არის უბრალოდ პერსონაჟი Peppa Pig-ში. ის ხდება Peppa Pig-ის წამყვანი, Peppa Pig-ის შიგნით. სუპერგმირების წვეულებაში მის რებიტი ცდილობს გაუმკლავდეს წვეულების ქაოსს, როცა კამერისკენ იყურება და ამბობს: თავარია რომ არც ერთი ფანჯარა არ იყოს ხია. ისე თითქოს პირდაპირ გვაფრთხილებს. ამაში მთხრობელიც ერთვება. კლდის აუზებში, როცა Peppa წუწუნებს, რომ ქვიშა არ არის, მთხრობელი ამბობს: Peppa-სა და George-ს ძალიან უყვართ ქვიშის ციხეების აშენება. და ორივე ბავშვი მაშინვე კამერისკენ იყურება. თითქოს ახლახან ზემოდან ვიღაცის ლაპარაკი გაიგონეს და უნდათ გადაამოწმონ, ჩვენც ხომ არ გავიგეთ. ველური ყვავილების დღეში მთხრობელი შემთხვევით ფაქტს ამბობს. ლათინური ენა ძალიან ძველი დროიდან მოდის.
Edmund ელეფანტი თავს აქნევს ისე, თითქოს უშუალოდ მთხრობელს ეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ მთხრობელი უბრალოდ ფონური ხმა არ არის. ის იმდენად რეალურად არსებობს ამ სამყაროში, რომ პერსონაჟებს შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ მასზე. მამიკო ხორს თავისი მომენტი აქვს გართობის რბოლაში. მას შემდეგ, რაც რბოლამდე ძალიან ბევრი სპაგეტი შეჭამა, პირდაპირ კამერაში იხურება და აღიარებს. არ მგონია, ამდენი სპაგეტი უნდა მეჭამა. ეს ფაქტობრივად პირდაპირი ბოდიშია მაყურებლის მილისადმი. და დიდ განცხადებაში მას შემდეგ, რაც დედი კოღორი აცხადებს, რომ ორსულადაა, პეპა იწყებს საშიშ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ბავშვი მუცელში. მამიკო ხორი პირდაპირ ეკრანს უყურებს, სრულიად უმწეოდ, ჩუმად სთხოვს მაყურებელს, რომ ამ საუბრისგან იხსნას. ანბანის შესწავლის სპეციალურ ეპიზოდში ასეთი მომენტები ბევრია. F სეგმენტში პეპა მღერის, მე პატარა ბაყაყი ვარ. მაშინ როცა პირდაპირ კამერაში იყურება, თითქოს მხოლოდ ჩვენთვის ასრულებს. იმ დროისთვის, როცა 100M-მდე მიდიან, მთელი ოჯახი ტალახიან გუბეებში ხტუნავს და კამერაში იყურება, თითქოს ამოწმებენ მოგწონს თუ არა მათი ცხოვრების არჩევანი. იგივე ბაყაყის სიმღერა ისევ ჩნდება ეპიზოდში, ბაყაყები, ჭიები და პეპლები. და სერიის ბოლოს პეპა სრულიად წვეთს მეგობრებთან საუბარს და პირდაპირ მაყურებელს ეუბნება, რომელი მოსწონს ყველაზე მეტად. მაგრამ ყველაზე მეტად ბაყაყები მომწონს. Soaped Play-ში მამიკო ღორი კამერაში იყურება, სანამ სათამაშო ზონაში შევა და ამბობს. მე იქ შევალ და გავიჭედები. ის ხმამაღლა წინასწარმეტყველებს საკუთარ მომავალს ჩვენთვის და შემდეგ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც თქვა. მამიკო ღორის დაბადების დღეზე, მას შემდეგ რაც მთელი ოჯახი ტალახიან გუბეში ხდება, როგორც მისი დაბადების დღის სიურპრიზი, მამიკო ღორი ბოლოს კამერას უყურებს და ამბობს. ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა. ის არ ესაუბრება პეპას ან დედი კოღორს. ის ჩვენ გველაპარაკება, თითქოს სჭირდებოდა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად ეცნობებინა, რამდენად ბედნიერი იყო. Edmund ელეფანტი თავის მომენტს ქარის წისქვილებში იღებს. მას შემდეგ, რაც ზუსტად და სწორად ახსნის, როგორ გამოიმუშავებს ქარის წისქვილი ელექტროენერგიას, მთხრობელი მას ჭკვიან ბიჭად მოიხსენიებს. Edmund ელეფანტი ცოტა ჭკვიანი ბიჭია. და ზუსტად ამ დროს Edmund ელეფანტი პირდაპირ კამერაში იღიმის. თითქოს მთელი თავისი გენიალური ბავშვობა ელოდა, რომ ვინმე ოფიციალურად აღიარებდა მის ნიჭს. მაშინაც კი წარმოსახვა ამ ყველაფრისგან დაცული არ არის. დროის კაფსულის ეპიზოდში პეპა წარმოიდგენს მომავალს, სადაც ის და მისი მეგობრები მთვარეზე ცხოვრობენ. დანი დოგი წარმოიდგენს, რომ კოსმოსურ რაკეტას მართავს და ამას აკეთებს, ის მობრუნდება და პირდაპირ კამერას ეუბნება. და მე კოსმოსური რაკეტით ვიფრენ. მან მეოთხე კედელი დაარღვია, მაშინაც კი როცა საკუთარ ფანტაზიაში იყო, რაც აჩენს კითხვას. ნეტავ დანი იცის ჩვენი არსებობა, მაშინაც კი როცა თავის ოცნებებშია. ჯორჯს ერთი საყვარელი მომენტი აქვს სტომატოლოგის ეპიზოდში. მას შემდეგ, რაც დოქტორ ელეფანტმა უთხრა, რომ კბილები სრულიად ჯამფრთელი ქონდა, მთხრობელი ამბობს, რომ ჯორჯი ძალიან ამაყობს, რომ სუფთა კბილები აქვს. ჯორჯი ძალიან ამაყობს, რომ სუფთა კბილები აქვს. და ჯორჯი მაშინვე კამერისკენ ბრუნდება და აჩვენებს თავის კბილებს, თითქოს კბილის პასტის რეკლამაშია. Miss Rabbit's ყველაზე ქაოსური მომენტი აქვს. სისიმღერის კონკურსის დროს Miss Rabbit-ი სრულ raps ასრულებს ყველა იმ სამუშაოზე, რაც ოდესმე ქონია. ჩამოთვლის ისეთებ, როგორიცაა მეხანძრე, მღვინთავი და ბიბლიოთეკარი. და ყველას ახსენებს, რომ ერთხელ დედოფლისგან მედალიც კი მიიღო. ის ყველაფერს ამთავრებს სიტყვებით. ბუმ! და მიკროფონს აგდებს. მაგრამ ნამდვილი მეოთხე კედლის გარღვევაა ის, თუ სად უყურებს მთელი ამ დროის განმავლობაში. არც ჟიურის უყურებს, არც სცენაზე მყოფ სხვა ადამიანებს, არამედ ჩვენ. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მან 8 სეზონის განმავლობაში, თითქოს 50 სხვადასხვა სამსახურში მუშაობის შემდეგ ელოდა როდის კითხავდა ვინმე მის სამუშაო ეთიკაზე. და ახლა როცა სცენა მისია, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ეს დავინახოთ. აი ესეა, პეპა პიგი ჩუმად არღვევს მეოთხე კედელს, ჯერ კიდევ პირველი ეპიზოდიდან და ეს არასდროს შეწყვეტილა. რომელი მომენტი იყო თქვენთვის ყველაზე გასაკვირი? გაგვიზიარეთ კომენტარებში. და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.